სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ესეთი მონაცემია. ჭარბწონიანობას ვებრძვით პირველ რიგში იმითი, რომ ყოველდღიურად მინიმუმ 1 საათი უნდა იყოს ფიზიკური აქტივობა ბავშვებში, რაც მხოლოდ და მხოლოდ მონაცემების მიხედვით მხოლოდ და მხოლოდ 35%-ით სრულდება. ფიზიკური აქტივობის შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში 1 საათი, სულ საათნახევრის განმავლობაში არ არის სასურველი მაღალკალორიული კვებითი კომპონენტების მიღება და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში იყოს სწორი გადანაწილება. 65%-ში მოსახლეობის და ესეც ქართული სტატისტიკაა, დილა იწყება ხაჭაპურით თუ მაღალკალორიული პროდუქტით, რომელიც ნაკლებად შეიცავს ცილას და უფრო მეტად არის გაჯერებული ცხიმებით და ნახშირწყლებით და შაქრიანი ჩაით თუ რაღაცა წვენით, შაქრის მაღალი შემცველობის წვენით, რაც უკვე შეცდომაა, რაც ნიშნავს, რომ ბავშვებს თავიდანვე ვაქეზებთ არასწორი კვების უნარჩვევებით.